საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 429 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის, შემდეგ კი ამანატში შენიღბულად განათავსა და საქართველოში ფოსტით გამოაგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ბრალდებული ამანატის მიღებას ცდილობდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს ახკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.